მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი და უმარტივესი ხალვის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში ტაფაზე მოვხალოთ 400 გრამი მზესუმზირა. მოხალვის პროცესში აუცილებლად მოვურიოთ, რომ თანაბრად მოიხალოს. შემდეგ გავაგრილოთ და ჩავყაროთ ჩოპერის ჯამში და დავაქუცმაცოთ. იმისათვის, რომ გამოგვივიდეს უგემრიელესი ხალვა, აუცილებელია მზესუმზირა დაქუცმაცდეს არა როგორც ფქვილის სახით, არამედ ასეთი წებოვანი სტრუქტურის. თუ მზესუმზირა არ დაქუცმაცდა ასეთ წებოვნად, შეგიძლიათ 1 სუფრის კოზის ზეთი ჩაამატოთ და ისე განაგრძოთ დაქუცმაცება. ქვაბში მოვათავსოთ 200 გრამი შაქარი 50 მლ წყალთან ერთად. აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოზი ლიმონის წვენი და ვადუღოთ. დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ჩვენი სიროფი დუღს. თან პარალელურად ავთქვიფოთ 1 კვერცხის ცილა მწიკმარილთან ერთად. როდესაც ცილა გამყარდება, შეგვიძლია დავასხათ მდუღარე ცეცხლიდან ახალ გადმოტანილი სიროფი და კვლავ განვაგრძოთ ათქვეფა, მანამდე სანამ მიქსერს არ გაუჭირდება ტრიალი. იმისათვის, რომ ცილა კარგად აითქვიფოს, აუცილებელია ჭურჭელი იყოს მშრალი და ასევე მიქსერის ჩხირებიც. ათქვეფილ ბეზეში ავურიოთ ჩვენი დაქუცმაცებული მზესუმზირის მასა და კარგად არევის შემდეგ ხალვა უკვე მზად არის. აუცილებლად შინაურზე შემოგთავაზებთ ასევე სამარხო ხალვის რეცეპტსაც. ხალვა დავყავი 2 ტოლ ნაწილად. ერთს დავამატე ქიშმიში, მეორეს კი მოხალული მიწის თხილი. და მივიღეთ ორნაირი ხალვა. კონტეინერში ჩავაფინოთ სამზარეულო სპარკი და გადავიტანოთ მომზადებული ხალვა და შევინახოთ მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ შეგვიძლია გემრიელად მივირთვათ. როგორც ხედავთ, არის ძალიან მარტივი და არის უსწრაფესად მოსამზადებელი. ყველა შეგვიძლია თამამად მოვამზადოთ და გავახაროთ ოჯახის წევრები ამ უგემრიელესი ნუგბარით. შინაურულზე არის არაერთი აღმოსავლური დესერტის და ნუგბარის რეცეპტი. არის სხვადასხვა უგემრიელესი ფახლავის და ბაკლავის რეცეპტებიც სპეციალურ ალბომში ფახლავები და ბაკლავები. აუცილებლად მოამზადეთ ასევე შინაურულის რახათ ლუქუმი, რომელიც არის ძალიან გემრიელი, მაგრამ მანამდე აუცილებლად სინჯეთ ხალვის მომზადებაც. დღეს ამით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.